მოგესალმებით მეგობრებო, ეს პირველი ქართული მოტოლოგია, მე სუპერსკინი ვარ და აი ეს 2016-იანი, ხოლო ეს 2019-იანი Yamaha R3-ია. სტარტერ მოტოებს ამახსე ძალიან ბევრი ითხოვთ და აბატონო, ორი თაობა R3. სამწუხაროდ 2025 წლიანი, ანუ ბოლო ვერსია არ ვყავს, თუმცა დღეს დავტესტავთ აი ამ ორ მოდელს. როგორც ხედავთ, ვიზუალში საკმაოდ დიდი სხვაობა. ორივე დეტალურად დავათვალიეროთ, გავტესტოთ, ჩქარება ვნახოთ, მოკლედ ვისიამოვნოთ, გავერთოთ და ინფორმაციაც მივიღოთ. წავედით. რამდენიმე წლიანი ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყვიტე, რომ იყიდობ შენი პირველი ბაიკი და სტარტერებიდან შენი არჩევანი Yamaha R3-ზე შეაჩერე. სწორ ადგილას მოხვდი, კარგად ჩაუჯექი და ამ ვიდეოში გაიგებ, ახლავე გადაერთო რომელიმე სხვა მოდელზე, თუ ენდო შენს ინტუიციას და გემოვნებას და თუ კი, მაშინ კონკრეტულად რომელი თაობა R3-ის ყიდვა ღირს და რატომ. ამ ორ თაობას შორის ერთი შეხედვით დიდი სხვაობა არაა, მაგრამ სანამ განსხვავებებზე ვისაუბრებდეთ, ვნახოთ რა აქვს საერთო, რაც აშკარად უფრო მეტია. სითხით გაგრილებადი 2 ცილინდრიანი 321 კუბიანი ძრავი, 42 ცხენის ძალა 10800 ბრუნზე, 29.6 ნიუტონი თორქი 9000 ბრუნზე. 6 ჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, ცალდისკიანი სამუხრუჭე დისკოები წინაც და რა თქმა უნდა უკანაც, ABS სამუხრუჭე სისტემა მოდელის დამიხედვით, რაც რა თქმა უნდა ფასზეც აისახება, წინ 110-70-ზე და უკან 140-70-ზე საბურავები 17-იან დისკებზე. სიგრძე 2090 მმ, დისტანცია საბურავებს შორის 1380 მმ, ჯდომის სიმაღლე ასფალტიდან 780 მმ-ზე, სრული წონა ყველანაირი სითხითა და საწვავით 169 კილოგრამი. 14 ლიტრიანი საწვავის ავზი, 100 კილომეტრზე 3.5-დან 4 ლიტრამდე საწვავის მოხმარება, მართვის მოწმობის A2 კატეგორია. და ასე გამოიყურება ამ მოტოზე 195 სანტიმეტრის სიმაღლისა და 180 სანტიმეტრის სიმაღლის მძღოლი. ახლა რაც შეეხება სხვაობას. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Dreamoto. თუ თქვენს გინდათ იაპონიიდან ესეთი ფრეში, ახალი, სვეჟი, ცოცხალი, კარგად მოვლილი, გაწკრიალებული მოტოების ჩამოყვანა, შეეხმიანეთ Dreamoto-ს. აღწერაში არის მათი კონტაქტი, ნებისმიერ დეტალზე დაეკონტაქტეთ და თავად დააკვალიანებენ. წავედით. რა დღეშია შეხედე? არა, საკაიფო ჩქარდება. კარგად მიდის ხო? აუ მოაშორე ძმაო, ველოსიპედია. აი რამდენჯერ მიფიქრია რომ გამოცდილი ადამიანი, ხო იცი, აზიელი ბავშვები რო არიან, ყოველთვის რომ მოიძებნება აზიელი ბავშვი, რომელიც ვირტუოზია და ყველა ინსტრუმენტზე შენზე უკეთესად დაუკრავს. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლისაა და შენ 30-ის, აუ ისე დაგახევს თავზე შენ ლიტრიანს და მე ჩემ 600-იანს, რომ აი მეტი რო არ შეიძლება რა. აუ რა ლამაზია შენი. კი, ლამაზია. მონსტერი. ლამაზია, მაგრამ ძალიან პატარაა ჩემთვის. არ გაქვს ეგეთი პატარაც რა. აიღა და უბრალოდ ძალიან მეპატარავა ეხა, ანუ შენი თვალით როგორ ჩანვარ არ ვიცი, მაგრამ აი მე შორიდან გეუბნები, ანუ მე თვითონაც ვერ ხედავ მე როგორ ვარ, მაგრამ მე შენ რო გიყურებ, არა ეგეთი პატარაც არ არის. ეს რა ჯდება? 16-იანი დაახლოებით 3500 და 19-იანი 3800, 4200. ეგ საუბარი არის ოღონდ იდეალურ მდგომარეობაში, ხო? ანუ ჩამოდის და ჟდები დადის. არანაირია გააკეთე და აი ერთი პლასმასი მაკლია და რაღაცეები არა. შეფასება, რა თქმა უნდა, იქ უწერია 5 შეფასებით, 5-6 შეფასებით ჩამოდის. აი ეგეთივე შეფასებით ნინძა რა დაждდება? ნინძა 400 ვთქვათ. 4-4500 დაახლოებით. ნუ მდგომარეობა და გარბენს გააჩნია კიდე. აი რა ლოგიკით შეიძლება ვთქვათ, რომ იმის მაგივრად ეს აარჩიო რა. პირობითად მე Kawasaki მომწონდა ყოველთვის, სანამ Yamaha-ზე გადავждებოდი. აუ, ეგ ისეთი განცხადებაა, ეხლა გვესვრიან კომენტარებში. მე ხო იცი, რაღაცა Kawasaki-ზე რაღაცა ცუც ამბობენ ხოლმე რა. ზოგჯერ ისე ნიშნის მოგებით დამიწერენ ხოლმე Kawasaki-ზე რაღაცას, რომ აი გეგონება რომ თითქოს რაღაცა ძალიან უნდა აი იმის დედას იკარგე. ანუ ხალს გონია რომ ეს Kawasaki ჩემი ბიძაშვილი არის, თუ რობერტ კიოსაკის ბიძაშვილი. ხო, კი ბატონო, მაგრამ იაპონური 4-ულიდან შეგიძლია ნებისმიერს ენდო. კი, არა სექსისტურად არ ვამბობ, ვისაც როგორც გინდათ ისე გაიგეთ, საერთოდ არ მეწყინება, მაგრამ რო დაუკვირდი, აი გოგოსთვის უფრო ამას ვიფიქრებდი რატომღაც. ნუ კი, გოგოები ხშირად ყიდულობენ ამას. მართლა, სწორად გამომისმენ. კი. არა, თორქი აქვს, იცი? თორქი აქვს. შვენივრად დადის. არა, კაია ჩქარება. კი. ეხლა მე ვარ 70 კილოგრამი, ალბათ ცოტა მეტი, ეკიპიან ყველაფრიანად, მეტრი და 80 სანტიმეტრი სიმაღლეში და აი ამ ზომა-წონის ადამიანი მაგრა კომფორტულად მოირგებს. რო გითხრათ რომ ხო გიჟდები შორიდან როგორც გამოიყურები, ჯდომის პოზიციის გამო დიდად არა, მაგრამ ავი რა გინდათ, აჰა. იგივეს ვარ გეტყვი მე. შენ ხარ 100 კილო ვარ და მეტრი და 94. ხო და მაგიტომაც ძალიან მეპატარავება ეს მოტო, აი ძალიან. პირველი რაც თავში მომდის აზრად არის სად იყო ადრე ესეთი ლამაზი მოტოები. მე მგონია რომ აი არ საოცარი ერა დამწყები მოტომოყვარულებისთვის, იმიტომ რომ დაუჯერებლად გამოიყურებიან ეს მოტოები, განსაკუთრებულად მე აი ეს თაობა მომწონს შედარებით ახალი 2019 წლიანი, ეს არის 16-იანი, როგორც გითხარით. ყველაფერი ერთი და იგივე არის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ უბრალოდ შეცვლილი არის ვიზუალი. აქ ხარხუნი მაყუჩიაყენი არ ვიცი ეგ თუ რამეს ცვლის, ანუ ეგ თუ ამ ხელა სხვაობას იძლევა.
ორივე ძალიან ლამაზია, აქ ეს მიმატებული გვაქვს, ხოლო აი ეს მოტო თავიდანვე მოდის ხარხმლადვე გამოდის აი ესეთი ვიზუალით. ეს მოტო ისე გამოიყურება, რომ ეხლა რო უწყვეტდე და R3-ს და Ninja 300 შორის რომ მიწევდეს არჩევა, ეხლა 2013-იანი იყო ჩემი Ninja და ახლოსაც კი არისო ამ დიზაინთან, ეს არის 2019-იანი. ეს რო შეადარო, აი ეხლა რა ეტყობა ამას, რომ 300 კუბი არის, ანუ საოცარი ცხვირი, ძალიან არის მიმსგავსებული იგივე ოჯახის დიდ ძმებს და დებს. მე 100%-ით ვიხრები აქეთ, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ 500, 600, ანუ რაღაცა თანხით, რამდენიღაცა $100 უფრო მეტი დაждდება ეს. ის მოტო ცოტა უფრო მძიმედი გრძნობა, თუმცა ერთი და იგივე კალიბრები, ერთი და იგივე აპორნები, არ ვიცი, სამუხრჭე დისკოები, ყველაფერი ერთი და იგივე არის რა. შეცვლილი თითქოს არაფერი. აი მგონია, რომ ერთი და იგივე მოტო არის, უბრალოდ სხვადასხვანაირი პლასმასით შეფუთული რა. ჯდომის პოზიციიდან დაწყებული, აი ყველაფრით დამთავრებული, ოდნავ აქ უფრო გაგვიგანიერეს საწვავის ავზი. აი ეს რაღაცა ძალიან წვრილი არის. რო დავჯექი პირველად მეგონა, რომ 125 კუბიანი ხო არ არის, თქო, ნახდად 300-ია თქო და 321 არ დაგვავიწყოს, ორივე არის 321 კუბი. თითქოს რაღაც KTM-ის, აი 200 კუბიანი KTM-ის დუკები, დუკორასები რო არის, რაღაც მაგას გავს და აქ ცოტა ნორმალურად, აი Ninja 300-ვით, ასე ვთქვათ, გაუფართოვებია და პლასმასებში, ეს პლასმასი ჰაერში არის, აქ შიგნით არაფერი არაა. მაგრამ ნუ აი მაინც ცოტა აი რაღაცა სტაბილური შედარებით დიდი მოტოს შეგრძნებას ტოვებს ტარებაშიც და ვიზუალურადაც R7-ს R9-ს დიდ მოტორებს ძალიან გავს. ასევე გამოვიდა ამ მოტოს კიდე ახალი თაობა 2025 წელს. ის საერთოდ კოსმოსი არის და აი მას ალბათ ჯერ კიდე თვალის მიჩვევა ჭირდება, იმიტომ რომ ის რადიკალურად სხვანაირად გამოიყურება. ფაქტიურად იდენტურ მოტოზე ვსაუბრობ, შეფუთულზე სხვადასხვანაირი პლასმასებით. თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ, რომ უკვე აღარ ყოფნით, ანუ როცა იმ ზღვარს მიაღწევთ, რომ აი გონიათ, რომ მორჩა ეს აღარ ყოფნის და ცოტა უფრო მძლავრი მოტო მჭირდება, აი იმაზე კიდე ცოტა უფრო მეთხანს გაიჩერეთ, იმიტომ რომ მე მგონი 100-დან 99 ადამიანი ისე გადადის უფრო მძლავრ მოტოზე, რომ ის ჯერ ბოლომდე ამოწურული არ აქვს. ამ მოტოებს რო უყურებთ, 300 კუბი რახან არის, 321 კუბი რახან არის და ესეთი ვიწრო პატარა საბურავით და ამან არ მოგატყუოთ, მე 5-6 სიჩქარეში ყავს ჩაგდებული და 140-ით მოდიხარ ისე რომ ძრავი არ სკდება. საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რომ რაღაცა იდიოტობა გააკეთოთ. ამიტომ ესე სახალხად თქმა რომ აი ეს ველოსიპედი არის და ამაზე არაფერი არ მომივა და აი გრიალებთ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ ესე არაა. ამასაც ჭირდება დროის დახარჯვა, ამასაც ჭირდება მიჩვევა, იმის გაგებასა და აქ მუხრუჭი როგორ ჩქარდება, როგორ უხვევს და ასე შემდეგ. ყოველდღიურად სამოძრაოდ ბევრად კომფორტული, მაგრამ აი მაინც თუ აი მოტოს შეგრძნება თუ გინდა, მარც დავფიქსდებოდი და წავიდოდი 2019 წლის R3-ისკენ. გადაადგილებაში ვნახოთ როგორია ეს მოტოები, წავედით. ახშიად იციან ხოლმე რომ ვიყიდი რამდენი ხანი მეყოფა რა. არავინ არ იცის მეგობრებო, რამდენი ხანი გეყოფათ, ვიღაცა ისწავლის შენზე 10 ჯერ უფრო სწრაფად, ვიღაცა 10 წელი გავა და მოტოს ისე გამოიწვლის 10 მოტოს და ბოლოს ისე გაყიდის და ისე გაანებებს მაგართობას თავს, რომ საერთოდ ვერც მიხვდება რა იყო ეგ ყველაფერი მის ცხოვრებაში და მოკლედ თუ ვინმეს გონიათ, რომ ვინმე დაგითვლით კალკულატორით და გეტყვით, რომ აი ამდენ ხანში მოგბეზრდებაო, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. თუ გეტყვით კიდე არ დაუჯეროთ, იმიტომ კი არ უნდა არ დაუჯეროთ, რომ ძალით გატყუებთ, უბრალოდ თვითონაც სავარაუდოდ არ იცის. ესე ხდება რა, ადამიანებმა რაღაცები არ იციან და ბრმას კოჭლი გადაყავს ხოლმე მდინარეზე თუ რაღაც. იგივე ხდება ხოლმე ეკიპირებაზე, საი ერთმანეთს რო რაღაცებს ურჩევენ და მე დახედავ ჩაფხუტს და სერტიფიკატი არა აქვს და ქურთუქს ხრებში და იდაყვებში დაცვა არა აქვს და ცარიელი ტყავია და ბევრი ესეთი რაღაც რა. 321 კუბის კვალობაზე კარგად მიდის. ვიღაცას სწორზე რო შეუძლია რომ ტოპ-სპიდი დაადებინოს, ჩათვალოს რომ მორჩა ეგ არის, всё, ამოწურა ეს მოტო და წავიდეს და მე რაღაცა დიდი იყიდოს და იმ დიდით იგორაოს მართლა დათვის, მართლა ცირკის დათვივით რა და ვერასდროს ვერ მიხვდეს რომ თურმე რა ხდება რა. მაგას რომ ამბობ ცირკის და ცუგონია ჩემზე არის საუბარი. უწრფელად რო თქვა დიდ ტრეკის მოყვარული არ ვარ, მაგრამ მე თუ ტრეკზე წავალ, აუცილებლად რაღაცა ესეთით დავიწყებ. აუცილებლად, ანუ მე ის არ მაქვს დიდი ეგოები რო აქვს, რომ რაღაცნაირად ძალიან რბილი და ესეთი უცნაური მუხრუჭი არის. აი ცოტა ვერ ვიგებ სად გაჩერდება, უნდა მივეჩვიო ცოტა ხანი. მეც აი ეს მთელი გზა არის, მაგას უმუღამებ. ჯამურად ძალიან კომფორტულად დავდივარ რა. ხრებში გამართული ვზივარ, არაფერი არ მანერვიულებს. მე მგონი რომ საბურავი ცოტა ძველი აყენია, გაპლასმასებული მეჩვენება, იმიტომ რომ თითქოს ცოტა უფრო სტაბილურად უნდა იდგეს. შეიძლება უბრალოდ რიდან გადმოჯდები ამ მოტოზე ხო აქვს მნიშვნელობა და შეიძლება მაგითაც ცოტა მიკერძოებული ვარ და პადაშორის ძალიან კომფორტულია ამით ქალაქში გადაადგილება. აუ ძალიან ხო, ეხლა მით უმეტეს რომ შეადარო შენს ლიტრიან. აუ შედარებაც კი არ შეიძლება, 1000 თავიჯობია ეს ქალაქში. მაგრამ სტორზე რო გავალთ, მე რა ხდება? ყველაფრით არის სტარტერ ბაიკი. პირველ მოტოდეს შეგიძლია იყიდო თავისუფლად და თუ რაღაც დაგემართება, შეგიძლია თამამად დააბრალო შენ თავს, მოტოს ბრალი არ იქნება.
უი, აი სახელური გამეხსნა გაზის და უცებ გაფრინდა მოტო და მე დავრჩი, არ დაგემართება, იმიტომ რომ ჩემი პირველი მოტო იყო ZX6R. ნუ თავიდან ალბათ არ უნდა მეყიდა მაქსიმძლავრის მოტოციკლეტი, მაგრამ რის თქმა მინდა მოტოციკლის ამოწურვას, ანუ ძალიან მალე ეგუები, აი ძალიან მალე. 2 თვეში ფაქტიურად მეგონა რომ ვეღარ დადიოდა მოტოციკლეტი და ხელოსანთანაც კი მივიყვანე შესამოწმებლად, რომ ვეღარ იწევს თქო. ხელოსანი ჯასუშველი და 600 არის შენი კუბატურა და ხელოსანთან მიყვანა კუბატურას არ გაზრდი და როგორ ფიქრობ, აი პატარის ყიდვის დასკიფვა, ანუ ეგრევე ცოტა დიდი ყიდვა ღირს მაგად, რომ ცოტა გვიან მოგიწიოს გაყიდვა? არა, აუცილებლად. აუცილებლად დამწყები უნდა იყიდოს. ნუ პატარა ინციდენტი მომივიდა მე, დიდი არაფერი, მაგრამ აი მაგითო ვიზახი რა, რომ უეჭველის სტეფი არ უნდა გამოტოვო რა. ფოტოშოპის სარკეები საკმაოდ კარგი აქვს. არ ვიცი შენ თან სარკეები აყენია თუ ანუ გარეთ არ არის დიდად გაწეული, მაღლა რაღაცა სკუტერივით უყენია სარკეები და ჩანს ყველაფერი, იცი? ფოტოშოპის საინტერესო ნიუანსი კიდე ერთი სლიპერ კლაჩი არ გვაქვს. აი სიტყვაზე, ნუ გლეხურენაზე, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, აი მივიდივარ 73-ით. ეხლა რო სიტყვაზე მეორეში გადავაგდო, ეს მე ინერცია ხო უკვე ისედაც მაქვს. ამ ინერციით ზრავის და საბურავის ბრუნი ხო ერთმანეთზე ხა გადაბმულია. უკანა საბურავს ვერ დაამკვევს ჩემს ინერციას. აუ მოიცა სკინი. არი მაქანავებს ბიჭო, არსად გამისროლოს. ეს სლიპერ კლაჩი იმისთვის კი არ გჭირდება, რომ მეგობრებს უთხრა, რომ აი ჩემ მოტოს სლიპერ კლაჩი აქვს. მაღალ სიჩქარეში თუ ხარ, მაგალითად მე 6-ში, მე 5-ში, მე 4-ში და უცებ თქვა ქვევით მოგინდა ჩამოყრა, ან რავი, რაღაცის გამო ქვევით ჩამოყარე. აბირავი უფრო ჩქარა დატრიალდება, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ მეტი ძალა დაადგება საბურავს და მეტი ბრუნი გამოიწვევს იმას, რომ უცებ დატრიალდება საბურავი და რა თქმა უნდა უკანა საბურავის მოჭიდება წამში წყდება. ყველა ბრენდმა გამოუშვა უკვე ცოტა მაღალი კუბატურის სტარტერ ბაიკები, Kawasaki-ს ყავს Ninja 500, Honda-ს ყავს CB500-ერი და CBR500 და რავი, CB500X და ასე შემდეგ. ესენი რატომღაც ან R7 და R9 არის, ან აი ეს. ნუ ქვევით კიდე R15 არის, თუ რა ქვია, 25 კუბიანი რო არის. სლიპერ კლაჩი კარგი იქნებოდა. კიდე სავარძელი ისეა გაკეთებული, რომ აი ორ კაპივით ხარ, ესე ჩარჭობილი, ესე შერჭობილი ხარ სავარძელში. ანუ აი ტრაკით მივედე უკანა სავარძელს რა, რომ თავი დავაფიქსირო, რომ თქვა ჩაუწვე რა, თუ რაც არის. აი ვერ შვები, იმიტომ რომ ეს სავარძელი ესე დგას. ესეთი სავარძელი კი არა აქვს. გარუკან კი ვერ გამოსრიალდები, ესე არის სავარძელი. სროზევით გაწევ ამას, რომ მიადებ ეს კი ძალიან კომფორტულია, მაგრამ რაღაცაერთ გონია, რომ ჩასავარდნზეზე ხარ და ყველა დამხრუჭებაზე მოსრიალდები წინ. სავარძელი საკმაოდ რბილია. ტყუილად რო არ დავაბრალოთ რამე, ნუ სტარტერ მოტოზე როგორიც უნდა იყოს, საკმაოდ რბილია. ეხლა მაგალითად ჩემი ან შენი მოტოს სავარძელს არც კი შევადარებდი. ესა ხო, არა და ერთი და იგივეა. ხალხმა შეამჩნია, რომ ეს უფრო ეფექტურია. ამას ფრთა ქვევი დამატებული, ეს სტოკი არ მოყვება. ამას ეს ქარხნულად აქვს, ამისი ფორმა შეცვალეს, პლასმასები შეცვალეს 2019 წლის მოდელზე. გვაქვს ესეთი დეშბორდი, 2016-იანი. ესეც საერთო ხედით შორიდან ორივე ერთმანეთის პირისპირ. წინ თითო დისკი რა თქმა უნდა, 300 კუბია. არც გვაქვს მეტის მოლოდინი. 2016-დან გადმოვჯექით, ესე იგი 2019-იანზე პირველი სხვაობა, დიდი სხვაობა, დეშბორდი განსხვავებულია, ვიზუალურად პლასმასები ძალიან განსხვავებულია, რომ გამოგიტყდე ეს უფრო მომწონს. ნახე აქ kill switch-ი სხვანაირი დაუყენებიათ. ჩემთვის ჯდომი ერთ და იგივეა, ვნახოთ. ჯდომი ჩემთვისაც ერთი და იგივეა. როგორც ხვდები, არაფერზე თავი არ შეიწუხეს, უბრალოდ ვიზუალი შეუცვალეს და ვნახოთ მართლა როგორია. ცოტა ოდნა უფრო მძიმე მეჩვენება ეს მოტო. ხო, ეს დეშბორდი აშკარად ჯობია. მძიმე მეჩვენება ეს უფრო. არის წონაში სხვაობა? კი, ბევრად. ეგ ძალიან ველოსიპედივით არის და ეს უფრო რაღაცა ემას გავს. სოლიდურ დიდ მოტოს გავს, მძიმე მოტოს. სხვანაირად დგას, უფრო რაღაცა ვა, რას ამბობ, ხო, ეს უფრო ძალიან მსუბუქია ეს. ეგ ძალიან მსუბუქი არის, ხო. ეს უფრო გავს დიდ მოტოს. არა, არ შევადარებდი. მე მგონი ეს ჯობია ბევრად.
აქ რაღაც თითქოს კიდევ უფრო გამართულად ზიხარ, საჭემ აღლა აქ ამას. არა და ნახე, ერთი თაობაა სხვაობა. 2016 წელი, 2019 წელი. სულ ეს არის სხვაობა ასაკში. ერთით შემდეგი თაობა არის ეს მოტო, რაზეც ახლა ვზივარ. ვიტყოდი, რომ უფრო აქეთ გადმოვიხრებოდი ცალსახად, დგომა, საერთოდ სხვანაირია. სხვანაირად იგრძნობა მოტო რა. აი, ზუსტად იგივე არის ჯდომა, გეომეტრია, აი, აბსოლუტურად იდენტური არის. აქაც უკან გაწევა ცოტა უცნაურად იგრძნობა, იმიტომ რომ ტრაკი გიდევს სადღაც ქანდარაზე და ქვევით გონია, რომ აი, სიცარიელე არის აქ, არაფერი არ ხდება. თითქოს უნდა ყველა ჯერზე რომ ამოხრჭებ, თითქოს უნდა ჩამოსრიალდე ესე რა. რაც, რავი, დიდად არ მომწონს. მოდი აბა. რავი, რო კითხო ეს მოტოები 190-ებით დადიანო და რატო უყვარს ხალხს ეს აფირისტობა? ბიჭო, რა ვიცი, ვერავაცილე 115-ს. ნუ ეხლა ჩვენ შეიძლება ცოტა მძიმე მძღოლები ვართ, მაგრამ მე მგონი აღარ. არა, კი, ცდება, უბრალოდ ცოტა მეტი მანძილი ჭირდება. 130-140 არის ამის შემთხვევაში ნორმალური ბრუნით დიდ გზაზე რო დაადგები რა. მაინც ჰაივეიზე აი დასავლეთში წასასვლელად და რაღაცა ანუ არ მესაკმარისება რა. აი რო არ ვიცოდე პლასმასები რო არ კონდეს და რო არ ვიცოდე რა არის, მეგონებოდა რომ სხვა მოდელია. ვერ ვიფიქრებდი რომ მხოლოდ ერთ თაობაშია სხვაობა რა. ეს 211 ცხენი როგორ ჩატიეს ამ პატარა მოტოში? აუ რა, პეპელა არის ბიჭო, ხარს მივყავარდო. ხო, ქარი ძალიან ზემოქმედებს კი. უკაროა, შენი მოტო ხო არის, შენი ერთი ხო არის? ზამთრის მოტო და ეს არის უკარო ამინდის მოტო. ხო რა. ცოტა ვიბრაციაც აქვს, ხოთა შორის აი ჩემი Ninja 300 ეგეთი იყო რა, ეს 300 კუბიანი მოტოები ცოტა ეგეთი არის, სახელურებზეც გადმოდის ეს ვიბრაცია და ანუ არ არის ხა ისეთი კომფორტული და დახვეწილი როგორც დიდი მოტოებია რა, მაგრამ მაგარ სიამოვნებას კი მიიღებ. მე-4 126 მეგონი შენი ხელა წონა გაქვს რომ ვერ მოდის შენი მოტო ჩქარა და მაგიტო ვერ მეწევი. ვერ კრებ ხო? ეგრეა. თან მეშინია კიდევაც ხარმა არ წამიღო ჩქარა არ მოდიო. ნუ ჯდომაც ბევრად კომფორტულია სპორტებთან შედარებით, იმიტომ რომ ნუ აი ამოისუნთქავ რა. ხრებში გავიმართე და ადამიანურად ვზივარ. ძალიან რბილი არის სხვათა შორის, საჯდომიც ძალიან რბილია, სავარძელიც ძალიან რბილია და ამ დაზიანებულ გზაზე გადავლის დროსაც ბევრად რბილი არის, ვიდრე ჩემი გაქვავებული ZX. სამოგზაურო სიჩქარე, რავი 100 რა, მე 6-ში 6000 ბრუნზე. არც ხმა შემაწუხებელი, არც ძრავი კვდება. შვენივრად მოუყვებით გზას. ამასროს მარცხი. ალამაზია და წინა ფრთა კიდე ქანაობს და წესია და მისამაგრებელი, თორე ის მერე მიყენებული ფრთა შეიძლება კიდევაც გაძვრეს სადმე. აჰა, ესეც ჩვენი ცოტა მყისიერი მუხრუჭები. კაი არა, კაი ტრანსპორტია, აი. ვისთვის არის ეს მოტო, ვისთვის არის და სამსახურში სასიარულოდ, იაფად, მაგრად გასიამოვნებს რა. და დაბალი მძღოლებისთვის. თუ მიეჩვევი სკუტერივით მოქნილია და ვიზუალურად, ნუ აი, მე მგონი შეიძლება არაპოპულარული რაღაც თქვა, მაგრამ CF Motors და ამას დავაყენებდი მარტო რა, იმიტომ რომ რავი, აი ეგორი ბრენდი რო დაიხვეწა ვიზუალში 300 კუბებზეა საუბარი. აუ, აი მეტი რო არ შეიძლება რა. ძალიან კაი გასართობი მოტოა.
და არავინ არ თქვას, რომ ის ამას კუბიანია და მაგითი ვერ გაერთობი და ეხლა დიძრავს რომ მიეჩვევი და დიდ კუბატურას რომ თავის წონიან ყველაფრიანად გამოცდი და ისიამონებ, მე ეხლა იქიდან გადმოждომა არ მიკვირს რომ რაღაც დანაკლისის განცდას დაგიტოვებს, მაგრამ 300 კუბია ხო არ გადაობა, არაფერი არ არის და ეს შეუძლია რასაც ჩვება რა. გადასარევად დადის, ადეკვატურად ჩქარდება, თუ ძალიან მძიმე მძღოლი არ ხართ. საოცარი პლასმასებით არის შეფუთული და ვიზუალი, აი რა ვიცი, 10-დან 10. ციფრული დაშბორდი მართალია არ არის ისეთი როგორიც თქვა სიტყვაზე Ninja 400-ზე, ახალ Ninja 500-ზე ბოდიში და ახალზე X-ზე და მოკლედ აი ისეთი ლამაზი კლიენტი რა ქვია, რომ ფერადი ლამაზი ციფრული ეკრანი არ არის, მაგრამ ნუ რავი, ჩვენცას და აი ამის წინა ვერსია ჯობია აშკარად. მე მგონი რომ ახლანდელ თაობას ბევრად მეტი არჩევანი და ბევრად უკეთესი ფორმატი და სცენარი გაქვს გასართობად და თუ გინდა ლოგინგისთვის რა. ყველაფერი ბევრად უფრო დახვეწილი არის. ეხლა ამ მოტოზე ვზივარ და აი რავი, Ninja 300-საც მე მგონი ბევრად ჯობია. არ ვიცი, გამძლეობით და იმით ვერ შევადარებ, ნაწილები რამდენად იშოვება, იმიტომ რომ არ ვიცი რეალურად რამდენად ბევრს ყავს ეს მოტო აქ. ხეხ, ბევრი ჩამოგიყვანიათ იაპონიიდან ესეთი ომარ. ძალიან ბევრი დამწყები ყავს უკვე, ვისაც მოტოციკლზე გადაჯდომა უნდა და ხო. ყველა ყიდულობს. ქარხნული მაყუჩით ბევრი ჩამოგდით. იმიტომ რომ აქტუალური კითხვაა ეგ. ქარხნული მაყუჩი ჩამოდის ძირითადად, იშვიათ შემთხვევაში, ხო, უფრო ამერიკიდან ჩამოდის ხოლმე ეს არც ისე იშვიათად, მაგრამ უკანია კი ავტომარკეტებიც. ხო. აუ, სამოძრაო ძალიან კომფორტულია. ძალიან დამყოლია. ძალიან სუბუქია. აი, რასაც გინდა უშვები რა, აი ყველაფერს აკეთებინებ რა. კი, მაგრამ ნერვიულობის და შიშის გარეშე. გასკდეს. აუ, რავი, აი ქალბატონო, არ გამოიხედოთ რაში გჭირდებათ ჩემი ყურება რა ზგავა. მუხრუჭიც კაია, აჩქარებაც კაია, სიმძიმეც აი ის რაღაც რა არის სტაბილური და ისეთი არის რა, სოლიდური და განცდა არ გაქვს რომ გაფრიალებს. აი ეგ ძალიან დამსუბუქებული არის და რა მქნა ეგ ვერ ხვდები, ეგ თაობა იყო ეგეთი? აუ ლეღვი ძმაო, რაც გინდა უქენი, დაყვება ყველაფერს აკეთებს. ნუ აი, აქ რაღაცა ჩასავარდნივითა, ფრთხილად. აი ცოტა ვისურვებდი რომ აი მუხრუჭები რო უფრო ყინავდეს რა, ცოტა აი უფრო თამამად გავხსნიდი გაზსაც. რა ხდება? ძლივს გავაჩერ. აი მაგას ვამბობდი ახლა ზუსტად მეც რა, აი გაზსაც უფრო თამამად გავხსნიდი რომ ვიცოდე რომ კარგად გაჩერების საშუალება მაქვს რა. აი სუმა განცდა რომ შეიძლება არ მეყოს თითქოს, მაგრამ ნუ სხვა 300 კუბებზე და დაბალ კუბატურაზე ეგრე არის ხოლმე. მე მგონი თუ არ ვწდები CF Motos ქონდა ისეთი მაგარი ცოფიანი მუხრუჭი, აი არ ვიცი, შეიძლება არასწორად მახსოვს. რაღაცა მოტოზე მახსოვს რომ პატარა კუბატურაზე ვიჯექი და აი ისე აჩერებდა რომ ამ მოტოებს, პატარა მოტოებს აი არც აქვთ რამე ისეთი პრობლემური რო თქვა რომ ანუ რესურსის რა თქმა უნდა დიდია, აი რა უნდა უქნა, რანაირად უნდა იხმარო ეხა ეს რომ მოსპო და გააფუჭო და აი არ ვიცი რა, მოკლედ წესიერად თუ მოული, ნორმალურ მდგომარეობაში თუ იყიდი, აი მაგალითად იაპონიიდან ჩამოყვანილს, იმიტომ რომ იცით რომ იქ მაღალი რეიტინგით როცა ჩამოდის იქიდან მოტო, რა ვიცი, ეს იაპონელები ეგეთი ხალხია. აგერ ომარის მოტოს პლასმასზე ნაკაწრი ქონდა და დამატებით ის პლასმასი მოაყოლა ტიპმა ორიგინალი, აი სიგიჟე მაყუჩი შეცვლილი იყო და ის ორიგინალი მაყუჩი მოაყოლა, რომელიც მე გამბაჯების გამო ვერ გამოიტანე. ხო, ეხა როგორ დაგჭირდა ხედავ ის მაყუჩი? ხო, ნუ ნეტა აგეღო. გამბაჯება ისეთი ფასი მოითხოვეს, რაც იმის ღირებულებას ხდებოდა და ხო. აზრი აღარ ქონდა. აი ესეთი მსუბუქია, ასე ადგები. მიხვალ, მოხვალ, შეუხვევ, გამოუხვევ, მიუხვევ, მოუხვევ. ესეც გაზონის საკრეჭის ხმიანი Yamaha R3. აჰა ძმაო, კანონის შესაბამისი ძრავი და ჩუმი მოტო ასეთი არის. სიტუაცია იმისთვის რომ გავაკეთოთ დემონსტრაცია რამდენად მოქნილი არის საცობში. საერთოდ ხმა არა აქ, ესე მგონია რომ არავის არ ესმის რომ მოვდიო, არა. ჩემს სკუტერსაც კი უფრო დიდი ხმა აქვს, მე აქვს კაი ნათქვამია ქონდა. მაგ სკუტერის ვიდეო ვინც ნახეთ და შეგეშინდათ, კარგშიდობით ვარ მეგობრებო, სამწუხაროდ ჩემი მეგობარი დაინტრა და მაგაზეც ალბათ დეტალური ვიდეო გესიამონებათ და
აუცილებლად შემოგთავაზებთ. თქვათ, აი რაც კონკურენტებთან შედარებით უფრო ჩემი აზრით ერთი თავით წინაყენებს, ნუ აი ვიზუალი რა, დაუჯერებელი ვიზუალი და ასეთი ვიზუალი რომ მოგდის, ესე მარტივად სამართავ სტარტერ ბაიკში, ძალიან რთული არის რომ იქ სხვა მოდელებისკენ გაიხედო რა. პატარა სათამაშო. კაი სათამაშო. როგორ თავისუფლად შვება ყველაფერი. ქაღალდის მაო, ქაღალდის წონა აქ ქაღალდის. აუ რა კარგად დგას, ხო არ გადავა, ცოტა პროსტა მეშინია რომ. აჰა. ეგეც თქვენი აჩქარება აღმარჩი. ორი ადამიანისთვის მაინც გონია რომ ცოტა ისეთია რა ძალა რა. არც თუ ისე საკმარის. აჰა, ფენიც ჩაგვირთო. ამის მეტი ხმა კი არა აქ ძრავსაც. ესეთივე ხმა აქ ძრავს, ოღონდ ოდნავ უფრო ხმა მაღალია. აუ, ესე გასაგორებლად დაცრა, მსუბუქია ბიჭო, ხო არ გადავა. ორდღიანი ტესტ რაიდის შემდეგ, ნუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აშკარად წავიდოდი უფრო 2019 წლის ვერსიისკენ, იმიტომ რომ 16 წლიანი ვერსია არც გამოიყურება ის, ნუ არ არის რეალურად ფასდასხვაობა იმ ხელა, რომ იმისკენ გადაიხარო ეს ერთი. მერე მეორე, ნუ აი რა შეიძლება რომ თქვა სიტყვაზე ინატრო ამ მოტოში რომ ყოფილიყო სხვანაირად ვიდრე არის. რას დაუკორექტირებდი ამ მოგზნობა? ნუ ხმა და შესაბამისად მაყურჩის შესვლის ფარგლებში წონის კლება და სიმძლავრის მატება, რაც საერთოდ არ მგონია რომ აუცილებელი იყოს თუ ამ მოტოს სტარტერ მოტო, ანუ იმისთვის ყიდულობ რომ უბრალოდ პირველი ბაიკი არის და შენი პირველი გამოცდილება მოტოზე, საერთოდ არ მგონია რომ ეს საჭირო იყოს და მით უმეტეს აუცილებელი. და ნუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ანუ თუ ეგაა შენი მიზანი რომ ამ მოტოდან გამოიყვანო სავარჯიშო პირველი მსუბუქი მოტო ტრეკისთვის, ნუ რაღაცა არ ვიცი მაგ სცენარისთვის, ალბათ ის მაინც მოგიწევს თანხის დახარჯვა, რაც საბოლოო ჯამში იქამდე მიდის, რომ უკვე გამზადებული Duke 390 შეგიძლია იყიდო, ან რავი ნინძა 400 სავარაუდოდ, 500 ალბათ ამ ფასად არის. დღევანდელი მდგომარეობით ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ლამაზი სტარტერ ბაიკი და ნუ გემონებაზე შეგიძლიათ იდაოთ კომენტარებში, მე გამიხარდება, იმიტომ რომ ეუბნება ალგორითმს, რომ დაინტერესდით ამ ვიდეოთი და უყურებთ. თუ საერთოდ არ დავავთ არაფერზე, უბრალოდ მაინც დატოვეთ ერთი გული ან რაც გინდათ კომენტარებში, რაც მეხმარება იმაში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მეტი ადამიანის ეკრანზე ამოვარდეს ეს ვიდეოები. მე ძალიან მოწონს ვიზუალურად და ყველანაირად, როგორც დადის და ასე შემდეგ და კიდევ ვიმეორებ, რომ ეხლა რო იყოს 2013 წელი, არც დავფიქრდებოდი საერთოდ არჩევნის გაკეთებაზე, ავტომატურად ვიყიდი ამას. რო არის 2019 წელი, ეხლა უკვე რა თქმა უნდა, რომ ირჩევ ამ მიმდინარე ლაინაპის მოდელებიდან სხვადასხვა ბრენდის. ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგად დაუდგება როგორც კონკურენტი მიმდინარე Ninja-ს სტარტერ ბაიკს, რაც არის Ninja 500, ან რა ვიცი, თუნდაც Ninja 400 შედარებით ძველი მოდელი, წინათაობა. მაგრამ თუ თქვენი მიზანი არის, რომ პირველი მოტო იყიდოთ, თავი არ მოიკლათ და მოტო გამოიყურებოდეს სასწაულად, ეს არის ზუსტად ის ვარიანტი, რაც გჭირდებათ. სტარტერი და არა მხოლოდ სტარტერი მოტოების ჩამოყვანაში ამ ვიდეოს სპონსორი Dream Moto დაგეხმარებათ, რომელსაც იაპონიიდან ჩამოყავთ, აი ესეთი fresh და არ ვიცი, უკანაკატრო მოტოები, ნუ რა თქმა უნდა, ფასის და იქაური სტატუსის მიხედვით. იაპონია ზოგადად, არ ვიცი, ვინც ამ სფეროში გარკვეული ხართ გეცოდინებათ, რომ ბევრად უფრო აკურატულად იმეორებ იმ ხარისხს, რაც მას უწერია ხოლმე თავის აღწერაში, აღწერილობაში, ანუ როგორი სტატუსის აქვს, რამდენი ქულაც აქვს. შესაბამისად, თუ მოკლედ თუ იაპონიიდან დაგჭირდათ მოტოს ჩამოყვანა, შეგიძლიათ მიმართოთ Dream Moto. მადლობა Dream Motos ვიდეოს სპონსორობისთვის, მადლობა ყველა გამომწერს აქტიურობისთვის, კომენტარისთვის, ლაიქისთვის და ასე შემდეგ. არ მოიწყინათ, საფრთხო უჯარი მოდა სასიამოვნო გადადლებას გისურვებთ. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დროებით.